საქართველოს დღეს რუსეთის საცდელი პოლიგონია. რუსული ჰიბრიდული ომის სახეებსა და საფრთხეებზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა პრაღაში ილაპარაკა. ის ფორუმი 2000-ის მონაწილეებს შორისაა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რუსული დეზინფორმაცია, პროპაგანდა თუ არჩევნებში ჩარევა სამხედრო აგრესიის ტოლფას ქმედებად უნდა შეფასდეს. საქართველოს გამოცდილება კი წითელი დროშა უნდა იყოს დემოკრატიული სამყაროსთვის. მან ქვეყანაში ამჟამინდელი არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარების შესახებ ილაპარაკა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს მიმართა, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეებში მშვიდობა მხოლოდ მაშინ დამყარდება, როდესაც რუსეთი ვეღარ შეძლებს მეზობლებისთვის არჩევანის კარნახს. რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ მოდელირებული თავდასხმა პრეზიდენტის სასახლეზე, რაც აბსურდული იყო. ღობეები თავდასხმისთვის წინასწარ მომზადდა, სავარაუდოდ ადგილობრივი ძალების მიერ. სცენარი შესაძლოა ოპოზიციის ზოგიერთი ნაწილების გამოყენებით განხორციელდა, თუმცა მათ ეს სამაგალითო სცენარი მხოლოდ ერთი მიზეზის გამო გაითამაშეს და ეს მიზეზი საქართველოში არსებული წინააღმდეგობის მოძრაობის დისკრედიტაცია იყო. იმ მშვიდობიანი წინააღმდეგობის მოძრაობისა, რომელიც უკვე 319 დღეა ქუჩაშია და რომელიც არ შეჩერებულა პრემიერ-მინისტრის მიერ გასული წლის ნოემბერში გაკეთებული განცხადების შემდეგ, როცა მან ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ განაცხადა, რითიც ფაქტობრივად აღიარებდა რუსეთისკენ 180 გრადუსით შემოbrunებას. მას შემდეგ ეს მშვიდობიანი მოძრაობა ქუჩაში დგას. არც ერთი მანქანა არ დაუწვია, არც ერთი ვიტრინა არ დაუზიანებია და ეს არის მოძრაობა, რომლის შეჩერებაც რეჟიმმა ვერ შეძლო. მათ არ შეუძლიათ მზიას და სხვების შეჩერება. ციხეში 50 სინდისის პატიმარია, პლუს ისინი, ვინც ბოლო დღეებში დააკავეს და ახლა ასობით ვართ და ამის შეჩერება შეუძლებელია.